2026 წლის 1 მარტიდან საქართველოს შრომითი მიგრაციის მართვის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რაც შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის საფუძველზე მიღებულმა სამთავრობო დადგენილებამ განაპირობა. ეს ცვლილება არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შესწორებას, ის არის ფუნდამენტური მცდელობა, რომ ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტებისა და თვითდასაქმებული პირების საქმიანობა მოექცეს მკაფიო პროგნოზირებად და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებად სამართლებრივ ჩარჩოში. სახელმწიფო ადგენს კონკრეტულ წესებს შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ვადების, მონიტორინგის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობების კაცრ განსაზღვრას. სწორედ ეს სტრუქტურიზებული მიდგომა აჩენს ლოგიკურ კითხვას ბიზნესის მხრიდან რეაგირების შესახებ. აღიქმება თუ არა ეს რეფორმა დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერად, თუ პირიქით ის არის შესაძლებლობა შიდა კორპორაციული პროცესების დასახვეწად. რეალობა იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ნებისმიერი ახალი რეგულაცია თავდაპირველად გარკვეულ ადმინისტრაციულ დატვირთვასა და რესურსების მობილიზებას მოითხოვს. რა იცვლება კანონში და როგორია ბიზნესისთვის რეკომენდაციები, თემაზე საუბარს უკვე სოფიო დუღაშვილთან, რუსთავი აზოტი ინდორამას იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელთან ვაგრძელებ. სოფიო, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. იქამდე სანამ იმოვიხილავთ პროცესებს, რეგულაციებსა და ცვლილებებს, მათ შორის ბიზნესის კუთხით რა იცვლება, მინდა რადგან რუსთავი აზოტი ინდორამას წარმოადგენენ კომპანიის ჭრილში ვიკითხო, დაახლოებით რამდენი ადამიანია, რამდენი უცხოელია დასაქმებული კომპანიაში და თავად კომპანიას რა პროცესების გავლა უწევს ახლა? მადლობა ამ კითხვისთვის. რუსთავის აზოტი ინდორამა საკმაოდ სხვილი რაოდენობრივი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი დღეს ადგილობრივ შრომის ბაზარზე იმ კუთხით, რომ თავად ქარხანაში, რომელიც ოპერირებს 1956 წლიდან 2000-მდე და საკმაოდ საამაყო ციფრი და მაჩვენებელია თანამშრომელი ყავს, აქედან 80% უკავია ადგილობრივ ლოკალურ მოსახლეობას და ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის მაცხოვრებლებიც მეტწილად არიან დასაქმებულები ჩვენთან, ხოლო რაც შეეხება ექსპატებს ვეძახით ჩვენ შრომით მიგრანტებს, დაახლოებით 200-მდე შრომითი მიგრანტი ყავს დღეს რუსთავის აზოტს, რომელიც ასევე არის დაკავშირებული იმ მიმდინარე სტრატეგიულ პროექტებთან და საექსპერტო სტრატეგიული მიმართულებების იმპლემენტაციასთან, რომელსაც დღეს ორგანიზაცია აწარმოებს. ამიტომ ეს რაოდენობაც პერიოდულად არის ცვალებადი, გაჩნია რა ტიპის პროექტის ფარგლებში მოღვაწეობს ორგანიზაცია თავად. კი ბატონო, კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, უშუალოდ კომპანიის ჭრილში ახლა რა პროცესები მიმდინარეობს და თქვენი ჩართულობა სად იკვეთება? არ არის ალბათ მარტივი პროცესი, არ არის მარტივი, ნამდვილად ეს არის ბიზნესისთვის ცალსახად გამოწვევა. ჩვენი ორგანიზაციისთვისაც გამოწვევაა, ვინაიდან, როგორც ვახსენეთ, რაოდენობრივი მაჩვენებელი და განსაკუთრებით მენეჯმენტის მიმართულებითაც არიან უცხოელები და მიუხედავად იმისა, რომ კანონი და უკვე თვითონ დადგენილება, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით თებერვლისთვის უკვე გაცხადდა, ასე ვთქვათ და გამოქვეყნდა, მთელ რიგ პროცედურულ ეტაპებს მოიცავს. ორგანიზაციას დაწყებული აქვს შესაბამისობა მორგება, მეცაც გეტყვით უკვე მიმდინარე ვაკანსიებიც კი არის უკვე აქტიური, რადგან იქ არის ეტაპები, რაზეც ალბათ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ და მესმის, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჭრილში უფრო პრაქტიკულ მიმართულებაზე გავაკეთებთ აქცენტებს, ვინაიდან მთელი წელი ჩვენ ველოდით ამ კანონის თანმდევი კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებას და უფრო მეტ სიცხადეს. შესაბამისად, პროცესები დაწყებული გვაქვს, ეტაპები არის ნათელი, რა ეტაპების გავლა მოუწევს ორგანიზაციებს და მნიშვნელოვანია, რომ აქ არ იყოს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, ისევ და ისევ სახელმწიფოს მხრიდანაც და დაბალანსებული მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი არ შეფერხდეს, რაც ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს დღეს ორივე მხარისთვის. და მათ შორის არ გაიზარდოს ხარჯები, ცხადია, თუმცა ხარჯების და ადმინისტრაციული პროცესების სიუხვეს ვერ აუვალთ. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ ლეგიტიმური ყოფნა საქართველოში არ უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ შრომის უფლება ჰქონოდა ნებისმიერ უცხოელს და ეს ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ საერთაშორისო პრაქტიკას მოვერგეთ, თუმცა აქვე ეს არ უნდა იყოს ბიუროკრატიული შემაფერხებელი, თუმცა დადგენილება
გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე პროცესები დაჩქარდეს და დაჩქარებულ სერვისებსაც გვთავაზობს, თუმცა იმის პროპორციულად თუ რა თანხებს გადაიხდის ამისთვის კომპანია პრიორიტეტიდან გამომდინარე. კი ბატონო, სოფო მივყვეთ პრაქტიკულ ნაწილსაც და ვისაუბროთ, რამდენად ცვლის ეს ახალი რეგულაცია უკვე უცხოელების დასაქმების პროცესს და უკვე რა ეტაპების გავლა მოუწევთ კომპანიებს? მადლობა კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულად მივყვეთ. თუ მაგალითად აქამდე მხოლოდ საქართველოში ჩამოვიდოდით და შეგვეძლო მუშაობა, გაჩნია რა რომელი კატეგორიის ვიზით შემოდიოდა უცხოელი საქართველოში, ან ექვემდებარებოდა საერთოდ ვიზის მოპოვებას თუ არა, მოკლედ იმ ვადით, რა ვადითაც ის ლეგიტიმურად იმყოფებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჰქონდა მუშაობის უფლება. დღეს ესე აღარ არის. პირველ ეტაპზე, სანამ უცხოელი საქართველოში ჩამოვა, ანუ ორი ეტაპი განვიხილოთ, ხო? კანონი ვრცელდება როგორც თვით დასაქმებულებზე, ასევე კონკრეტული დამსაქმებლის ჭრილში დასაქმებულ პირებზე. რას ნიშნავს, რას მოიცავს კონკრეტულად ახლა ეს პროცესი? თუ არის პირი თვით დასაქმებული, მიმართავს სააგენტოს, ეს არის სამინისტროს ბაზაზე, სტრუქტურული ერთეული, შრომითი დასაქმების წახალისების სახელმწიფო სააგენტო და თავისი რეზიუმეთი და ყველა იმ კომპონენტით მიმართავს სააგენტოს შრომითი უფლების ზოგადი საქმიანობის ნებართვის მისაღებად. ხოლო დამსაქმებლის შემთხვევაში, როდესაც მას სურს კონკრეტული დასაქმებულები აიყვანოს ან არსებულებზე მოახდინოს კანონთან შესაბამისობის მორგება, ამ შემთხვევაში უკვე დამსაქმებელი ახდენს მიმართვას სააგენტოსთვის, თუმცა სააგენტოს სანამ მივმართავთ, პირველი საფეხური ეს არის WorkNet-ზე, რომელიც ასევე სახელმწიფო პლატფორმით შექმნილი სააპლიკაციო ფორმა არის, სადაც იდება კონკრეტული ვაკანსია, კონკრეტული დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, პოზიციით, ასე ვთქვათ, სამუშაო აღწერილობით, job descriptions, რასაც ვეძახით, სახელფასაო დენობით და ყველა იმ დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით, რაც კონკრეტული დასაქმებისთვის და შესაბამისი პოზიციის მიხედვით ეს ვაკანსია უნდა აიტვირთოს, ხო? ეს ვაკანსია აუცილებლად უნდა დაიდოს კონკრეტული ხელფასის, პოზიციის და ყველა იმ დეტალის მიხედვით, რაც არის მოთხოვნა. კი ბატონო. 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს აპლიკაციების მიღება. თუ ამ 10 დღის განმავლობაში არ დაფიქსირდა ადგილობრივი ბაზრიდან აპლიკაცია და ჩვენ ვიცით, რომ კანონი ადგილობრივი ბაზრის დაცვას ემსახურება, ხო, როგორც თქვენს თავიდან დასაწყისში ვეახსენეთ. თუ 10 დღის მანძილზე აპლიკაცია არც ერთი კანდიდატის ქართველის ლოკალურად არ აიტვირთა, ან თუ აიტვირთა, მაგრამ ჩვენთვის დამსაქმებლისთვის არ არის შესაბამისად კვალიფიციური, ან გარკვეულად არ აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს, სამდღიანი ვადა არის, როდესაც უკვე მოთხოვნას აკეთებ სააგენტოსთან და ასაბუთებ თუ რატომ არ არის შენთვის მისაღები ესა თუ ის კანდიდატი, თუმცა აქ საუბარი არის დასაბუთებაზე და მტკიცების ტვირთი, რა თქმა უნდა, მოდის დამსაქმებელზე და აქედანაც უკვე 3 დღე აქვს სააგენტოს, რომ დაგიბრუნოს პასუხი და ბოლოს თუ მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ კადრი ვერ მოიძია, ან ის კადრი, რომელიც იქნა მოძიებული, არ იყო შესაბამისი ამ დასაკავებელი პოზიციისთვის, უკვე შეგიძლია მიმართო კონკრეტული ექსპერტის დასაქმების მოთხოვნით და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ ექსპერტზე, როდესაც აკეთებ მოთხოვნას, რა ვაკანსიაც ქონდა გამოცხადებული, იდენტური პირობებით უნდა გააკეთო მოთხოვნა. მაგალითად, იქ თუ მოთხოვნილი ქონდა დაუშვათ, თქვათ $1000-ზე სახელფასო ოდენობით, აქ $1200-ზე ვეღარ გააკეთებ მოთხოვნას ან ნაკლებზე. იგივე პირობები და იდენტური პირობებით უნდა გააკეთო მოთხოვნის წარდგენა და აქ უკვე ვადებზე გადავდივართ, 30 დღე არის სტანდარტულად ვადები ამის შეთანხმების და დაჩქარებული ვადებიც არსებობს 10 დღის ვადაში, თუმცა ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ამის შემდგომ პირი თუ საქართველოშია, იწყებს უკვე მიმართვას ბინადრობის უფლების მისაღებად, ან თუ საქართველოში არ არის, ნუ 10 დღიანი ვადა აქვს თუ საქართველოშია, ხოლო თუ საქართველოში არ არის, 30 დღე აქვს, რომ ჩამოვიდეს და დასაქმდეს. 30 დღეც ცოტა ვფიქრობთ ბიზნესისთვის ცოტა მცირეა, ვინაიდან ზოგადად ეს მოლაპარაკებების პროცესი, თუნდაც გაფრთხილება წინა სამსახურის დატოვების და მერე ჩამოსვლის, მგონია რომ მაინც ცოტა მცირეა, თუმცა არ ვიცი, პრაქტიკაში ვნახავთ უკვე კანონმდებლობა აქ ჩაგეკითხები, ეს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია, რაზეც საუბრობდით, ხო, ვაკანსიის წინასწარ განთავსება, მერე 10 დღე, მერე 3 დღე. მოკლედ აი ეს დრო, რომელიც ასე გახანგრძლივდა, უხეშად რო თქვა, ცოტა ბიუროკრატიულიც გახდა, ხო? ეს ბიზნესის საქმიანობაზე როგორ აისახება, მათ შორის პირდაპირ აისახება. მათ შორის ბიზნესებზე, რომლებიც ადმინისტრაციული მიმართულებითაც აისახება, თუმცა
თუ დროულად დაგეგმა კონკრეტული ექსპერტის ასე ვთქვათ, მოწვევას, ხო, დაქირავებას, მოწვევას, მგონია რომ მართვადია, მაგრამ ესე მოწმენდილცაზე, რომ აი ამ ბიუროკრატიაში შეხვიდე, ცალსახად შემაფერხებელია, მაგრამ იმ კუთხით, რომ ჩვენ თუ გექნება ბიზნეს გეგმა გაწერილი ისე და დეტალურად გეცოდინება რა როდის, რა ეტაპზე, რა ვინ გჭირდება და რა ტიპის რესურსი და შრომითი მხარდაჭერა ამ შემთხვევაში მართვადია. მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეს დაბალანსებული მიდგომა იყოს და კარგია, რომ დადგენილება დაჩქარების პერსპექტივასაც, ასე ვთქვათ, უშვებს და გვთავაზობს. ხო, გარდამავალი პერიოდის მნიშვნელობაზეც მინდა ვისაუბროთ, ზოგადად ყოველთვის არის ხოლმე ბიზნესისთვის გამოწვევა ახალი რეგულაცია, რამდენად მოახდენენ ისინი ადაპტაციას და რამდენად მოასწრებენ ამ ყველაფერს. აი, ამ შემთხვევაში, ამ კანონის შემთხვევაში და ამ ცვლილებების შემთხვევაში, რამდენად საკმარისია ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესისთვის და ადაპტაციის პროცესში რა არის ის თავი გამოწვევები, რასაც თქვენ უყურებთ ახლა? კი ბატონო, ბევრი კრიტიკა იყო აი ვადებთან დაკავშირებით გაჟღერებული ბიზნეს წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ჩვენ მაინც რუსთავის აზოტინდო რომ არ უყურებთ ესე კრიტიკულად ამ პროცესს, ვინაიდან არის მართვადი. თუმცა, ნახეთ, ვადა, რომელიც არის მოცემული შემდეგი წლის 1 იანვრამდე, ფაქტობრივად დეკემბრის ბოლომდე გვაქვს ვადა მორგების, ეს გარდამავალი პერიოდი გვეუბნება, რომ ის ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივად ყავს აქვთ და რომელთაც აქვთ ბინადრობის უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ ბინადრობის უფლება შეიძლება იყოს 2027-ის იქეთ გაცემული, არ აქვს მნიშვნელობა 1 მარტის მდგომარეობით, ვინც პორტალზე, შრომითი მიგრაციის პორტალზე ყავდა რეგისტრირებული, ავტომატურად ყველა მიუხედავად მათი ბინადრობის უფლებისა, ვალდებულები არიან, რომ მოერგონ ამ წესს. ანუ თითოეულ მათგანზე ჩვენ უნდა მოვიპოვოთ შრომის სპეციფიური უფლება. დავასაბუთოთ და ყველა ის ეტაპი გავიაროთ თავიდან, რაც ახალი კადრის აყვანის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ კანონი ჯერ მაინც ახალია, რეგულაციები ახალია, პრაქტიკაში ჯერ არ არის ნაცადი და არ გამოვრიცხავ გარკვეული მოდიფიკაციები განიცადოს და მოერგოს იმ პრაქტიკულ გამოწვევებს, რაც ვადების კუთხითაც ჩემი აზრით. თუმცა მაინც მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ამ ბიუროკრატიულმა პროცესებმა არ შეგვაფერხოს. მაგალითად, აი კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებს, რა შემთხვევაშიც არ ვრცელდება. ხო, აი მაგალითად, ეს გამონაკლისების რამდენად კაფეა საკმარისია, ამაზეც მინდა ცალკე ვისაუბროთ. იცით როგორ არის? გამონაკლისი კანონი უშვებს 3 კატეგორიის გამონაკლისს. ერთი არის, როდესაც საგადასახადო კოდექსის 21 მუხლის შესაბამისად ორგანიზაცია არის საერთაშორისო კორპორაციის სტატუსის მქონე. მეორე გამონაკლისი არის, როდესაც განათლების ექსპერტი ამ აქაც ჩვენთან განათლების ცენტრის მიერ აღიარებული ექსპერტი კონკრეტული სამუშაო მიმართულებით ჩამოდის, ესეც გათავისუფლებულია და მესამე არის მაღალკვალიფიციური კადრები, სპეციფიური საკვალიფიკაციო უმაღლესი განათლებით და მაღალი ანაზღაურებით და თანხა არის ღრული ნაჩვენები 15000 გროსი, ანუ დარიცხული. აი ამ შემთხვევაში ესენი არიან გათავისუფლებულები აი ამ პროცედურებისაგან. თუმცა ამის შეთანხმება ან ინფორმირება როგორ ხდება, ამაზე სიცხადე არ არის. ამიტომ აი ესეც რაღაცა ყოველდღიურ რეჟიმში ვართ სააგენტოსთან, დაზუსტებებით, კონკრეტული კითხვებით, აი მაგალითად სააპლიკაციო მოთხოვნაც ითვალისწინებს ორ ფორმას, ღრული სახელფასეოდენობა და კონკრეტული სახელფასეოდენობა. რამდენად ორივე სავალდებულოა რომ ჩაიწეროს, აი ეგეც ცოტა კითხვის ნიშანია, მაგრამ მაინც როდესაც საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოური ინვესტიციით არიან საქართველოში ოპერატორები, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ მათთვის მაინც უნდა იყოს ცოტა ლოიალური მიდგომა იმ კუთხით, რომ როდესაც ამხელა დოვლათის მომტანი არის ეს უცხოური ინვესტიცია სახელმწიფოსთვის, პატარა ფანჯარა ყოველთვის უნდა არსებობდეს, თუნდაც შეიძლება თურქეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც საინვესტიციო თანხაზე არის მიბმული ასეთი ტიპის გამონაკლისები, ვფიქრობ, რომ ესეც პრაქტიკამ უნდა აჩვენოს და უნდა დაინიცირდეს. ეს რა თქმა უნდა გამონაკლისები გარკვეულწილად გავრცელდეს უცხოური ინვესტიციებში. გასაკვირველია, იმიტომ რომ ეს ინვესტიცია ისევ სახელმწიფოს განვითარებას და ლოკალური მოსახლეობის და აქაურ დოვლათს ხმარდება და ჩვენ თანხმდებით, რომ ორგანიზაციაში 80% ყავს ადგილობრივი თანამშრომელი დასაქმებული, სრულად მხარს ვუჭერთ პროცესებს, რაც იქნება შრომითი მიგრაციის ახალი მოთხოვნებით. ამ ეტაპებს ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც უკვე დავრეგისტრირდით, გავდივართ და მიმდინარე ვაკანსიები უკვე გვიდევს. თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ
ამ ყოველფრის გავლის მიუხედავად ხარდაჭერა უნდა იყოს და რაღაც ფანჯარა უნდა არსებობდეს, რომ ბიზნესი არ შეფერხდეს, ვინაიდან ბიზნესის შეფერხება უკვე მე ეკონომიკაზე, ეკონომიკა ცალკე ბიზნესზე და მოკლედ რაღაც ერთი ისეთი ურყევი ჯაჭვია, რომელიც შეიძლება გაირღვეს და არავის არ გვაწყობს მოკლედ ეს მდგომარეობა. სოფიო, რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მონიტორინგს და პასუხისმგებლობის მექანიზმს. ბიზნესზე როგორ აისახება მის საოპერაციო ნაწილზე? მონიტორინგთან მიმართებაში არის ესეთი დათქმა, რომ 1 მაისიდან აქტიურად დაიწყება ამის მონიტორინგი და ეხლა ხანსაც სხვათა შორის ამას წინათ მანქანით მოვდიოდი და შევნიშნე, რომ რაც გლოვოს კურიერები ყავდათ აი პატრულს გაჩერებული და კი, ხშირად ხდება ჩვენც ასე ჩემს. ხო, ანუ შეიძლება არაფორმალური მონიტორინგი უკვე დაწყებულია, თუმცა ფორმალური მონიტორინგი სადაც უკვე შრომის ინსპექცია და შესაბამისი ინსპექტორები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, ეგ ალბათ უფრო დაიწყება 1 მაისიდან. ჯარიმებიც მინდა გითხრათ საკმაოდ მსუყეა. ამიტომ ურთიერთპროპორციულია ჩემი აზრით და მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ორგანიზაცია, ვინც აი სადღაც მოდებაში მაინც ფიქრობს, რომ უცხოელი დაასაქმოს, ან თუ ყავს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მორგების პროცედურები, ვინაიდან ვადები შემჭიდროვებულია, მიუხედავად დიდი კომპანიებისთვის როგორ დიდი კომპანიებისთვის ეს არის სტრატეგიულად, ანუ დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა არის იმ ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით არა მარტო ინდუსტრიული, არამედ სამშენებლო სექტორისთვის არის ასევე კრიტიკული. კი ბატონო. და ჩვენ თანხმდებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტიპის ორგანიზაციაც და ბევრი სხვა მხარს უჭერს კანონის აი ამ მოქმედებას და მე თავადაც ვამბობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა ვთქვა, რომ მაინც ლოკალური ბაზრის დაცვა არის პრიორიტეტი. მაგრამ ყოველთვის უნდა ვაღიაროთ რეალობა, რომ ლოკალური ბაზარი არ პასუხობს და არ არის შესაბამისი და თქვენ ახსენეთ კიდეც, რომ რატომღაც საქართველოს არის გავრცელებული, რომ ყოველს უნდა რაც პრესტიჟული პოზიციის დაკავება და არაპრესტიჟული პოზიციები არ არის ხოლმე. უბრალოდ არ არის მათთვის საინტერესო, ასე ვთქვათ. და ეს აჩენს რისკებს, რომ შესაძლოა. კი, აი ზუსტად ამ გაგებით თუ წავალთ, წესით მიღწევადი უნდა იყოს და რაღაც აი მეც ცოტა მიჭირს ამაზე წინასწარ საუბარი, ვინაიდან აი პრაქტიკაში უნდა გამოვცადოთ უშუალოდ ეს დადგენილება როგორ იმუშავებს და რაღაც ციცხადეები აკლია, თუმცა ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით და ვემუშავებით სააგენტოს, ძალიან პასუხისმგებლიანები და ასე ვთქვათ უკავშირის მოწოდების ნაწილში ძალიან ისეთი სწრაფი რეაგირება აქვს და რა ვიცი, ვფიქრობ უნდა იყოს გადალახვადი, ასე ვთქვათ. კი, და ხო, რაც არია ბოლოს მინდა ცირედით ცოტა დრო დაგვრჩა და პრაქტიკული რჩევებიც მივცეთ ბიზნესებს, ვისაც ყავთ უკვე დასაქმებული უცხოელები, ანაპირებენ აყვანას მათ და საინტერესოა რა არის ის მთავარი პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგან. პირველი ნაბიჯი აუცილებლად ორგანიზაციებმა WorkNet-ზე გაიარონ რეგისტრაცია, ავტორიზაცია ორგანიზაციის სახელით და განსაზღვრონ სუბიექტი, ვინც იქნება მმართველი, ასე ვთქვათ, ამ პლატფორმის და ვინაიდან მტკიცების ტვირთი მოდის დამსაქმებელზე, აუცილებლად კაფიოდ გაწერონ თითოეულ პოზიციასთან მიმართებაში უპირატესობები, რატომ სურთ უცხოელის დასაქმება ლოკალურ, ადგილობრივ დასასაქმებელ პოტენციურ მუშაკთან შედარებით. აი ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი რამ, რითიც უნდა დაიწყონ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სოფიო გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის. გაიხარეთ. სოფიო დუღაშვილი, რუსთავის აზოტი ინდორამას იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.